ყველაზე ჯანსაღი ცხიმი ტაფაზე გამოსაყენებლად. დღეს გამოვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, ამიტომ გირჩევ ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს, ხო? ბევრი ვიდეო დავდეთ იმაზე, რომ ეს რაფინირებული ზეთები ტაფაზე შესაძლებლად არ გამით უმეტესეს მარგარინი და მოკლედ სხვადასხვა რაღაცები არის საწამლავი. მოდი გამოვიხილოთ ჯერ რატოა ეს, ნახე? რაფინირებული ზეთი, ესეთი პლასტმასის ქილებში რომ მზადდება, ხო, ძირითადად. ისედაც უკვე ერთხელ განაცხელები, ანუ ინდუსტრიული რაფინირება ნიშნავს, რომ 200 გრადუსზე მეტზე აცხელებენ მას და მზადების პროცესში კიდე რაღაცა ქიმიკატებს და დამშრალებს და ასე შემდეგ უშვებიან და ამზადებენ რაფინირებულ ზეთს. და შენ კიდე მეორედ რო აცხელებ მას ტაფაზე, ის საწამლავი ხდება, წარმოიდგინე. ის ზეთები გაცხელებას ვერ იტანს, იწვის, იშლება და წარმოიქმნება მავნე ელემენტები, ანუ ჯანსაღი ყველაფერი რაც არის იკარგება, წარმოიქმნება ელემენტები, რომელიც ანთებებს იწვევს, გულის დაავადებებს, სისხლძარღვების პრობლემებს, გაცხიმოვნებას და კანცეროგენ ელემენტებსაც კი წარმოქმნის. ამიტომ ზეთის გაცხელება და ტაფაზე ზეთის დასხმა არც ისე კაი იდეა არ გირჩევ, რომ ზეთში შეწვა რამე. შესაძლოა ყველაზე ჯანსაღ პროდუქტებს ეხა აგიხსნი და დამიჯერე, ხო ვიცი რაზეც გესაუბრები, წლების გამოცდილება მაქვს, მე თემო ვარ შოთაძე, კონსულტანტი დაბალანსებული კვების საკითხებში უკვე 9 წლის სტაჟით. ჩემი პირადი შედეგი -60 კილოგრამია, უკვე 1000-ობით ადამიანსაც დავეხმარეთ და მოდი განვიხილოთ, ნახე. როგორც თქვით, ყველა მცენარეული ზეთი გაცხელების დროს იწვის, რა ძირითადად 90% ზეთი, მით უმეტეს იაფასიანი ზეთები, რომელიც მაღაზიაში იყიდება, არის ჩვეულებრივი საწამლავი. თუ ცივით დაწურვის ზეთია, გაცხელების გარეშე მისი მოხმარება ნორმალურია, თქვა სალათებში და ასე ცივი მოხმარებისთვის კარგია, მაგრამ გაცხელება არ ვარგა. გასაცხელებლად ყველაზე კარგი ყოველთვის არის ცხოველური ცხიმები, იმიტომ რომ ცხოველური ცხიმები ბევრად მეტ ტემპერატურას უძლებს. ანუ შენ რო ტაფაზე რაღაცას წვავ, იქ შეიძლება 200 გრადუსზე და 200 გრადუსზე მეტზეც კი ავიდეს ტემპერატურა 150, 200 გრადუსი და მეტი შეიძლება დაფიქსირდეს და ეს სცენარეული ზეთები აქ იშლება და ცხოველური ცხიმები უფრო ასე თქვათ გამძლეა. ყველაზე კარგი ორი ვარიანტი განვიხილოთ. პირველი, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მაგარი ტაფაზე გამოსაყენებლად არის ნატურალური ერბო. ჯანსაღი ყველაზე ცნობილი ერბო. ის არ იწვის, ასე თქვათ დაბალ გრადუსზე ძალიან დიდ გრადუსს უძლებს, პლუს ბუნებრივი ცხიმი, არ არის რაღაცა ქიმიკატებით და რაფინირების მეთოდებით შექმნილი. ოღონდ, აქაც ერთი ნიუანსია. მაღაზიაში რო შედიხარ და იაფასიანი ვითომ ერბოები იყიდება, ის საწამლავია ხალხო, ნახე, წეს გასწავლი. ერბოს არ უნდა ეწეროს შემადგენლობაში მცენარეული ცხიმი. იქ თუ აწერია იქ რაღაცა მცენარეული ცხიმი ქართულად, რუსულად, ინგლისურად აზრი არ აქვს, დააკვირდი, იმას ერბოსთან კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ ერბო არის სუფთა ცხოველური ცხიმი, ის კარაქის გამზადდება, ხო? აი ნატურალური ერბო ტაფაზე მოსახმარად ძალიან მაგარია, თამამად შეგიძლია მოიხმარო. ასევე არის ღორის მუცლის ქონი. ღორის ქონი ერთ-ერთი საუკეთესოა ტაფაზე გამოსაყენებლად. ისიც ბუნებრივი ცხიმი, არ არის რაღაც შექმნილი, უძლებს დიდ გრადუსზე გაცხელებას, არ იწვება და არ წარმოქმნის რაღაცა კანცეროგენებს. თამამად შეგიძლია გამოიყენო. ოღონდ ესეთ რამეს გირჩევ. თუ შენ გაქვს ჭარბი წონა, ან ღვიძლის ან გულის პრობლემები და შენი მიზანია ხო წონაში დაკლება. ამ შემთხვევაში საერთოდ გირჩევ ცოტა ხანი ცხიმის გარეშე შეწვა პროდუქტები და აერიდო აი ამ ზედმეტ კალორიებს და ზედმეტ ცხიმებს. გამოიყენე გრილის აპარატი, გამოიყენე ღუმელი, გამოიყენე ელემენტარული აეროგრილი, გასქურის დუხოკა რო არის, ესე რომ დუხოკას რო ეძახიან, ასე ვთქვათ, თამამად შეწვი ზეთის გარეშე. საერთოდ პრობლემა არ არის წონის კლების დროს. თუ გაინტერესებს მეტი ინფორმაცია ჯანსაღი დაბალანსებული კვების შესახებ და რატომღაც ჯერ ჩვენი არხი არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე, აქ ყოველ დღე იდება საინტერესო ვიდეოები და არ დაგავიწყდეს. გააზიარე ეს ვიდეო, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს რაფინირებული ზეთები შეიძლება გაცხელდეს და არ არის მავნებელი და რეალურად ის არის საწამლავი პროდუქტი. ერიდეთ და გამოიყენეთ ის ინფორმაცია, რაც გასწავლეთ ამ ვიდეოში.